საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში იმყოფება უჩან ანუაშვილი სრულიად საქართველოს მუბძ ჯემალ პაქსაძეს და სამუფრთოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აუდიენციის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მან მუსლიმი მორწმუნეების მხრიდან ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნული საკითხის შესწავლას განაგრძობს. არც ერთმა მუსლიმანმა საქართველოში არ უნდა იგრძნოს თავი დისკრიმინებულად, არ უნდა იგრძნოს თავი დაჩაგრულად. ქობულეთის ინციდენტზე იყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ამჟამად არის ქობულეთში შექმნილი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მხრიდან ინფორმაციები, მათი მხრიდან მოვისმინეთ ასევე ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე ქონდა დისკუსია. ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ სახელმწიფო უწყებებთან მივიტანოთ ის გულის ტკივილი, რაც მათ გააჩნიათ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ გავაცანით ასევე ჩვენი მუშაობა, რომ ჩვენ ვითხოვთ და გვაქვს ჩართული ვართ ასევე იმ პროცესში, რომ მოხდეს გამოძიება. შეხვედრა ჰქონდა სახალხო დამცველთან, ბატონ უჩან ანუაშვილთან. ასევე წუხელ შეხვედრა ჰქონდა დაახლოებით 20 კაციანი ჩვენი გუნდით, ეს იყო ყველა საქართველოს ყველა კუთხის მუფტი. სადაც ის პრობლემები ახსენეთ, რომელიც არა მარტო მეჩეთი, არამედ კიდე არსებობს სხვადასხვა პრობლემები, რომელიც არის მოსაგვარებელი. ბატონ უჩასთან არაერთი შეხვედრა გქონია, იგივე ფაზაში, შესწავლის ფაზაშია საკითხები, რომელიც იქნება მოგვარებული და გადაწყვეტილი და ველოდებით. კონკრეტულად არც ერთი თემა ამ ეტაპისთვის არაა გადაწყვეტილი. არის შესწავლის თემები, რომლებიც ასევე იგივე როგორც დაგვიდა ბატონმა პრემიერმა და უახლეს ესე იგი დროში იქნება გადაწყვეტილი.